1987 წლის სექტემბერში გოიანიაში, ბრაზილიაში. ორი ჯართის შემგროვებელი შევიდა მიტოვებული საავადმყოფოს შენობაში, რათა ლითონი მოეპარათ. მათ იპოვეს უცნაური, მძიმე აპარატი, რომელიც რადიოთერაპიისთვის გამოიყენებოდა და იფიქრეს, რომ მისი დაშლით კარგ ფულს იშოვიდნენ. მათ არ იცოდნენ, რომ სახლში მიჰქონდათ სიკვდილის კაფსულა. კონტეინერი, რომელიც შეიცავდა უკიდურესად რადიოაქტიურ ნივთიერებას, ცეზიუმ 127-ს. სახლში მიტანის შემდეგ მათ ძალის გამოყენებით გახსნეს დამცავი ტყვიის გარსი. შიგნით აღმოაჩინეს ფხვნილი, რომელიც სიბნელეში საოცრად, მისტიკურად ლურჯად ანათებდა. ჯართის პუნქტის მფლობელმა, დევაირ ალვესმა, იფიქრა, რომ ეს ზებუნებრივი ან ძვირფასი ნივთიერება იყო. მან ოჯახის წევრები და მეზობლები დაპატიჟა, რათა ჯადოსნური ნათება ეჩვენებინა. ხალხი აღფრთოვანებული იყო. ისინი ლურჯ ფხვნილს ხელში იღებდნენ, ტანზე ისვამდნენ, რომ კარნავალზე ებრწყინათ და ერთმანეთს ჩუქნიდნენ. ამ ისტორიის ყველაზე ტრაგიკული მსხვერპლი დევაირის 6 წლის დისშვილი, ლეიდე დას ნევესი გახდა. პატარა გოგონა მოხიბლა ლურჯმა მტვერმა. მან ის მთელ სხეულზე წაისვა, რათა პრინცესასავით ებრწყინა. შემდეგ კი, ისე რომ ხელები არ დაუბანია, სენდვიჩი შეჭამა. ლეიდემ ფაქტობრივად შეჭამა რადიაცია. სულ რაღაც რამდენიმე საათში დაიწყო კოშმარი. ხალხს თმების ცვიოდა, კანი უშავდებოდათ და შინაგანად იწუდნენ. ექიმები თავიდან ვერ ხვდებოდნენ რა ხდებოდა და სიმპტომებს ტროპიკულ დაავადებებს აბრალებდნენ. როდესაც სიმართლე გაირკვა, გოიანიაში პანიკა დაიწყო. 112,000 ადამიანი შეამოწმეს რადიაციაზე. ქალაქის მთელი უბნები კარანტინში მოექცა, სახლები დაანგრიეს და ნიადაგი ამოიღეს, რადგან ყველაფერი დაბინძურებული იყო. 6 წლის ლეიდე დას ნევესი კი იქცა ადამიან ბომბად. ის იყო ყველაზე რადიოაქტიური ცოცხალი ადამიანი ისტორიაში. საავადმყოფოში ის იზოლირებული იყო სპეციალურ პალატაში, სადაც ექიმები და ექთნები შესვლას ვერ ბედავდნენ დამცავი კოსტუმების გარეშე. გოგონა კითხულობდა, რატომ არ ეხუტებოდა დედა და რატომ გარბოდა ყველა მის დანახვაზე. ლეიდე დას ნევესი ერთ თვეში გარდაიცვალა. მისი დაკრძალვა იქცა მეორე ტრაგედიად. ქალაქის მოსახლეობამ სასაფლაოსთან არეულობა მოაწყო. ისინი ქვებს ესროდნენ კატაფალკას და ყვიროდნენ, რომ გოგონას სხეული მიწას მოწამლავდა. საბოლოოდ პატარა გოგონა, რომელსაც მხოლოდ თამაში უნდოდა, დაკრძალეს სპეციალური ამწეკრანით, ბოჭკოვანი მინის კუბოში, რომელიც ჩადეს ტყვის სქელ კუბოში და ბოლოს ბეტონით ამოავსეს. მისი საფლავი დღემდე ითვლება საშიშ ზონად, როგორც შეხსენება იმისა, თუ როგორ შეიძლება უცოდინრობამ სილამაზე მომაკვდინებელ ძალად აქციოს.